ქედის სათემო რადიო, შენი ამბავი, ჩვენი ეთერი. აქ ქედა ლაპარაკობს, შენ უსმენ ქედის ხმას. მოგესალმებით, ეს არის სათემო რადიო ქედის ხმა, სადაც ვსაუბრობთ ადამიანებზე, იდეებზე და ცვლილებებზე, რომლებიც საზოგადოებას ავითარებს. მე ამ გადაცემის წამყვანი მადონა ფალავანდიშვილი გახლავართ. დღეს ჩვენი სტუმარი ანჟელა ბერიძე, ორი შვილის დედა. მისთვის სრუნვა და მხარდაჭერა ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ანჟელა იმ ადამიანთაგანია, რომლისთვისაც სიტყვა ინკლუზია მხოლოდ პროფესიული ტერმინი არ არის. მისთვის ეს არის ადამიანობა, თანადგომა, მხარდაჭერა და თანასწორობა. დღეს ვისაუბრებთ, რას ნიშნავს იყო ინკლუზიური განათლების სპეციალისტი რეგიონში, მუნიციპალიტეტში, როგორია ყოველდღიურობა, გამოწვევები და იმედები. მოგესალმები ანჟელა, მადლობა ამ სივრცეში მიღებისთვის და რადიო გადაცემაში მონაწილეობისთვის. დავიწყოთ, ვინ ხარ? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მე გახლავართ ორი შვილის დედა. ამავდროულად უფროსი სპეციალური განათლების მასწავლებელი და ქედის საჯარო სკოლასთან არსებული ინკლუზიური განათლების ცენტრის კოორდინატორი. რაც შეეხება ჩემს გზას ინკლუზიურ განათლებაში, ეს დაიწყო 2020 წლის 20 თებერვალს, სწორედ მაშინ, როდესაც მუშაობა დავიწყე დოლოგნის საჯარო სკოლაში. დიახ, და იქ სწორედ ამ მიმართულებით მუშაობთ. სპეციალური მასწავლების პოზიციაზე მუშაობთ. აი, რამ გადაგაწყვეტინა, რომ ამ მიმართულებით წასულიყავ? ასე კონკრეტულად მიზეზი არ მაქვს, თუმცა ვთვლი, რომ ეს იყო ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება ჩემს პროფესიულ ცხოვრებაში. იმიტომ თავს კომფორტულად გქნათ. რა თქმა უნდა, ბავშვებთან ურთიერთობა ჩემთვის არის ძალიან სასიხარულო და ბედნიერების მომნიჭებელი. ეხლა რა მაინტერესებს? ეხლა ამ სივრცეშიც ჩვენი მსმენელებისთვისაც რომ ცნობ ისეთი იყოს, რომ წარმოიდგინონ როგორ გარემოში გვიწევს ამ გადაცემის ჩაწერა. ანჟელას ერთ-ერთი შვილი გვერდით გვიზის, აფერადებს და ძალიან შინაურულ გარემოში ვართ. აი როგორ ახერხებ ამ დედობის სტატუსთან ერთად ამდენი საქმის პასუხისმგებლობის აღებას? ზოგადად მგონია, რომ დედობა და მასწავლებლობა, განსაკუთრებით კი ინკლუზიურ განათლებაში ჩართულობა ძალიან კარგი გადაკვეთაა ქალისთვის, რადგან უფრო მეტად უღრმავდები შვილთან ურთიერთობას. ამავდროულად მუდმივად ვცდილობ აღმოაჩინო მისი საჭიროებები და აღიარო მისი შესაძლებლობები. თანაც მუდმივად ბრჭყალებში ვიტყვი, ცალია. ხარი დაუჭირო საჭიროების შემთხვევაში და მასთან ერთად გადაჭრა ის მნიშვნელოვანი სირთულეები და ბარიერები, რაც ახლავს ზოგადად როგორც საგანმანათლებლო, ასევე ადაპტაციის პროცესებს, სოციუმში ადაპტაციის პროცესებს. როგორ საინტერესოდ საუბრობ. გონი იმის გავლა, რა ქვია, პრაქტიკის გავლა შვილებთან ურთიერთობის. რაღაცა კარგი იქნება, რომ შენთან გავიარო. მართლა საინტერესო არის და აი რომ აკვირდები ამ ინკლუზიური განათლების ცენტრში შენ მიდგომებს ბავშვებთან ურთიერთობას, მართლაც აღსანიშნავია. მადლობა შეფასებისთვის. ეხლა რომ დავიწყოთ ამ ცენტრის შესახებ, ინკლუზიური განათლების ცენტრი, ეს არის რაღაცა მზის სხივი შეიძლება ითქვას ჩვენს მუნიციპალიტეტში და ამ ცენტრზე რომ მოგვიყვე, დაწვრილებით, რას აკეთებთ, როდის დაარსდა და ასე შემდეგ. ქედის საჯარო სკოლის ინკლუზიური განათლების ცენტრი დაარსდა 2023 წლის 10 მაისს. აჭარის განათლების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის იგივე UNICEF-ის მხარდაჭერით. ეს არის სივრცე მოსწავლეებისთვის, განსაკუთრებით კი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, რომლებსაც თანატოლებთან შედარებით უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ კოგნიტურ აკადემიურ უნარებში. ჩვენ კი ამ კუთხით ვიყენებთ ხელოვნების დარგს, რადგანაც ხელოვნება ეს არის სწორედ ის მიმართულება, რომელიც მოსწავლეებს თავაზობს მულტიმოდალურ განათლებას. დიახ, კიდე რა სივრცეებია გარდა სივრცეებზეც რომ მოგვიყვეს? ცენტრში არსებობს სულ 3 სივრცე, ეს არის ხელოვნებისთვის განკუთვნილი სივრცე, თექისთვის, ტექსტილისთვის განკუთვნილი სივრცე და რესურს ოთახისათვის განკუთვნილი სივრცეები. რესურს ოთახი ეს არის ის სივრცე, სადაც მოსწავლე საჭიროების შემთხვევაში გადის და მუშაობს სპეციალური მასწავლებლის თანდასწრებით მასთან ერთად, ხოლო თექისა და ხელოვნების სივრცეებში ძირითადად ისეთი აქტივობები ტარდება, რომელიც ხელოვნებასთან არის დაკავშირებული და ხელით ქმნიან ამა თუ იმ რესურს ასისტენტებისა და მასწავლებლების დახმარებით. რაც შეეხება ჩემს პოზიციას ამ ცენტრში, ნამდვილად ძალიან საპასუხისმგებლოა და მე მეხება როგორც ცენტრის საორგანიზაციო საკითხები, ასევე თითოეული მოსწავლის ჰოლისტური შეფასებები. ეხლა ცოტა ჩემთვის უცნაური ტერმინებია. მაგრამ პროფესიულ ენაზე გვიხსნი ალბათ და
უფრო ჰოლისტური შეფასება თქვა, რას ნიშნავს ჩემს ეზერზე რომ ეს არის მისი კოგნიტურ აკადემიური უნარების შეფასება. ანუ პირობითად შეუძლია თუ არა კონტურის დაცვით გაფერადება, შეუძლია თუ არა აკადემიურ უნარში აი მოხაზოს პირობითად ასობგერა ა, წერტილიდან წერტილამდე შეაერთოს ხაზი. ხო. ეს არის ჰოლისტური შეფასება. ანუ თუ აქვს თქვა განვითარებული მოტორიკა, აი ესეთი კი ბატონო. მამიხსიერება, დიახ. აი თუ არის რაღაც სირთულეები, რასაც ყოველდღიურ მუშაობაში აწყდები. მოზეც დაფიქრებული ხარ. რა თქმა უნდა, როცა საქმე ეხება სპეციალურ განათლებას, გამორიცხულია, რომ იქ რამე ყოველდღიურ საჭიროებას, ყოველდღიურ სირთულეს არ გადააწყდე. აი მაგალითად, მეხსიერებასთან დაკავშირებული სირთულე, ქცევასთან დაკავშირებული სირთულე, რაც გავრცელებულია ზოგადად ძალიან, ასევე თვითშეფასებასთან დაკავშირებული სირთულე, რაც მე პირადად მგონია, რომ ძალიან მტკივნეული საკითხია. იმიტომ რომ ბავშვები, რომლებსაც დაბალი თვითშეფასებები აქვთ, უფრო მეტად ჩამორჩებიან აკადემიურ უნარებში, ვიდრე აი რაღაც სხვა კუთხით პრობლემის არსებობა მათში. თვითშეფასება განსაზღვრავს მათი აკადემიური უნარების განვითარებას. ეხლა ამ თვითშეფასება ცოტა მტკივნეული თემა არის ნამდვილად, იმიტომ რომ დიდების თაობებსაც რომ გადავხედოთ, ერთგვარი ტრავმა შეიძლება იყოს, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში შეიძლება მიყვეს და ამაზე ვფიქრობ ძალიან ისეთი თემა, ისეთი სამუშაოა, ფაქიზი სამუშაოა. თვითშეფასებაზე მუშაობა და სიღრმისეულიც იქნება ბავშვური. ამიტომ სჭირდებათ მუდმივი мотиваციის მიცემა. და ეს мотиваცია არ უნდა იყოს მათთვის რაღაცა გარეგანი, ანუ რაღაცის გამო არ უნდა აკეთებდნენ, უნდა აკეთებდნენ იმის გამო, რომ მათ ეს უნდათ. ანუ შინაგან ეს შინაგანად უნდა მოდიოდეს, კი ბატონო. აი ძალიან საინტერესოდ საუბრობ. თვითშეფასებაზე არა მარტო თქვათ ამ ცენტრში მოსულ ბავშვებს, არამედ ზოგადი პრობლემა. მეც რაღაცნაირად მაქვს ეს კი, ყველას მქონია, მაგრამ აი мотиваციის არსებობა უკვე ცვლის, ხო? მაგრამ აქ უნდა გავმიჩნოთ мотиваცია და დისციპლინა. მე რატომღაც ასე უფრო ვთვლი, რომ ეს დისციპლინა თუ კი ჩამოგიყალიბდება, იქ უფრო უკეთესად მუშაობ, ვიდრე мотиваციის ქონა. აი мотиваცია დღესგალ შეიძლება ხვალ არ გქონდეს, მაგრამ იქ სადაც შენ დისციპლინა გიყალიბდება, უკვე მაგარი ხდები რა, ეს დისციპლინა ავტომატურად რთავს მუდმივ мотиваციას შენში. მე ანუ საკუთარი გამოცდილებითაც ვსაუბრობ, მე მგონი სწორად ვსაუბრობ. კი ბატონო, ახლა რომ დავფიქრდე და ჩემს ცხოვრებასაც რომ გადავავლო თვალი, თვით დისციპლინირებული. დიახ, ანუ რისი თქმა უნდა, ეს мотиваცია უნდა ვაქციოთ დისციპლინად. აი ამის საინტერესო. ანუ ისე საინტერესო საუბრობ, მგონი აქ მოგვიწევს დიდხანს ყოფნა. ძალიან კარგია. ეხლა რომ გაგვიზია, რომ წარმატების რაღაც ისტორიები, ვისი ცხოვრებაც რაღაცნაირად შეცვალეთ. ხო, იქ სადაც განმავლობაში ცვლილება დაინახეთ. ხო, იქ სადაც საქმე ეხება წარმატებას, მე ყოველთვის მახსენდება დოლოგნის საჯარო სკოლაში განხორციელებული პროექტი სახელწოდებით ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი თაობა და ფილმი, მოკლემეტრაჟიანი ფილმი ჰორიზონტს მიღმა, რომელიც სამოქალაქო განათლების ბიზნეს სკოლა ფორუმის ფარგლებში გაკეთდა და რომელშიც ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ადამიანური რესურსი დაიხარჯა. მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ ჩემს მიერ გაკეთებული, ჩემს უკან ძალიან ბევრი მასწავლებელი და მოსწავლეები იდგა, ამიტომ მხოლოდ საკუთარ თავს ვერ მივაკუთვნებ აი ამ ფილმს. ეს არის მთელი დოლოგნის საჯარო სკოლის ძალიან კარგი შედეგი და ყოველთვის ვამბობდი, რომ ისე უნდა შეძლო იმოღვაწეო, რომ როგორც ცხოვრებაში, ასევე კარიერაშიც შეძლო დადებითი კვალის დატოვება. ამიტომ მე თამამი ვიქნები და ვიტყვი იმას, რომ არა მხოლოდ მე დოლოგნის საჯარო სკოლამ ჩემთან ერთად აი ამ ფილმის წყალობით თავისი სათქმელი ინკლუზიური განათლების ისტორიაში უკვე თქვა. ძალიან მიხარია და აქვე დავაანონსებ, რომ ჩვენი რადიო გადაცემის ამ საუბრების შემდეგ ნებართვაც გვაქვს თქვენგან, რომ ეს ფილმი ვაჩვენოთ უფრო ფართო აუდიტორიას და ჩვენი რადიოს ძალიან მოხარული ვიქნები. წყალობით Facebook გვერდზე აუცილებლად განვათავსებთ. და მიხარია და მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ყველაზე დიდ ძალისხმევას რა გაძლევს ამ საქმეში? ალბათ ისევ ჩემი საქმის სიყვარული, იმიტომ რომ აი თუ კი არ გიყვარს სპეციალური განათლება, თუ კი არ გიყვარს ინკლუზია, მგონია რომ ვერ იმუშავებ ამ კუთხით, თუ კი არ მოგწონს და არ გიყვარს, ალბათ ვერ იმუშავებ. კიდევ ის მაძლევს, რომ აი როდესაც მოსწავლე შემოდის და აი ჩემს თვალწინ ჩდება,
პირველი რასაც ვაკეთებთ, ეს არის თვალითი კონტაქტის დამყარება მასთან და აი გამორიცხულია, რომ ამ ბავშვების თვალებში რაღაცა ბრძოლა და ჭიდილი არ დაინახო. ალბათ უფრო ეს, რომ აი რაღაცა ჟინი გაქვს, რომ მიზანზე გახვიდე. აჰა, მის ერთად. მასთან ერთად რაღაც შედეგი დადო. ერთია შენი ჩართულობა და შენი მხრიდან მზაობა, ასეთი დამოკიდებულება საქმისადმი და ბავშვებისადმი და მეორე მხარე და საინტერესო ასევე როგორი დამოკიდებულება აქვს მშობლებს. მშობლებისგან მე პირადად ძალიან დიდ პატივისცემას და მადლიერებას ვგრძნობ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი უკავშირია მათგან. აი, როდესაც ამას ვგრძნობ მშობლისგან, უფრო მეტის გაკეთება გინდება. აი, სხვაგვარად мотивация გინულდება ალბათ. ხო, ძალიან კაია. აი, რაც შეეხება მოსწავლეებს, აი 100%-ით დარწმუნებული ვარ, ჩემს ყველა მოსწავლეს ძალიან უყვარვარ და ეს არის ჩემთვის ძალიან ძვირფასი, მართლა. ძალიან ძვირფასია ეს ჩემთვის და პირველი ჩემი მოვალეობა რაც არის მათთან, ეს არის სიყვარულის სწავლება ალბათ, სკოლისადმი თუნდაც. აი მე ემოციურ ამბებს ისედაც ემოციურად ყვები ხარ. სიყვარულის ხო, აი ჩემთვის არც ერთ დღეს არ ჩაუვლია ემოციის გარეშე. მაგრამ ეს არ არის რაღაცა აი პოზიტიური დისკრიმინაციით გამოწვეული ემოცია. ეს უფრო არის იმ ბრძოლით გამოწვეული ემოცია, რომელიც ყოველდღიურად მიმდინარეობს რესურს ოთახში მიზანზე გასასვლელად. აი ეს კონკრეტულად თუ გაგახსენდება რა იმ აი თუნდაც ის რომ ჩემი მოსწავლე ყოველდღიურად მეუბნება, კიდევ კარგი მოვედი. აი მე ძალიან კაი, აი დამოკიდებული. ამას რომ მეუბნება, აი უფრო სხვანაირად ვგრძნობ რა თავს, უფრო მეტი მინდება რომ მისთვის გავაკეთო. კი. და შენი შრომის შედეგსაც იმ წუთებში ნამდვილად ხილულად ხედა. აი ინკლუზიური განათლების მომავალს როგორ ხედავ? ქედაში. შეთაშორის ძალიან კარგი შედეგები გვაქვს მართლა და ამას ადასტურებს ქედის ინკლუზიური განათლების ცენტრიც. მზაობა არის მასწავლებლებშიც, მზაობა არის მშობლებში, თუმცა მე არ ვამბობ იმას, რომ საჭიროებები არ გვაქვს. ყოველთვის იარსებებენ ალბათ ისეთი ადამიანები, ვისთვისაც ინკლუზია რაღაცა სტიგმასთან იქნება დაკავშირებული, მაგრამ აი შედარება რო გავაკეთოთ, ნამდვილად ძალიან კარგი შედეგები გვაქვს. ხო, აი ამ სტიგმებზე მინდოდა მეკითხა, შემდეგი კითხვა ასეთი მაქვს, რომ ისეთი მშობლები რეალურად იარსებებენ, ვისაც შიში აქვს. კი. ან რაღაც აღიარების პრობლემები აქვს, ან შიშები აქვს, აი რა სიტყვი ამ ასეთ მშობლებს. დიახ, მე მინახავს და შევხვედრი ვარ მშობლებს, რომლებსაც ეშინიათ სიტყვა ინკლუზიის. და ეს ჩვენი ზოგადად ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტებისთვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოვალეობაა, რომ ინკლუზიური განათლების მნიშვნელობა საზოგადოებაში სწორად დავნერგოთ. მაგრამ აუცილებლად იმაზეც უნდა ვისაუბროთ, თუ რას განიცდის მშობელი, როდესაც თავისი შვილის შესახებ რაღაც მნიშვნელოვან საჭიროებასთან დაკავშირებით იღებს ინფორმაციას. აუცილებელია ვიცოდეთ ინფორმაციის გაცვლის დროს, რომ ამ დროს მშობელი ძალიან ემოციურ სტადიებს გადის, რამდენიმე ემოციურ სტადიას გადის და პირველი რაც მას ემართება, ეს არის შოკი. შემდეგ მიუღებლობა, დეპრესია, რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ეჩვევა ის იმ მოცემულობას, რაც არის და გადადის საჭირო ზომების მიღებაზე. მაგრამ ეს არის ძალიან ინდივიდუალური პროცესი. არიან მშობლები, რომლებიც ძალიან მარტივად გადიან ამ პროცესებს, მაგრამ არსებობენ მშობლები, რომლებსაც უჭირთ ამ პროცესების გავლა. აქედან გამომდინარე, არსებობენ ისეთი მშობლებიც, რომლებიც სამწუხაროდ დეპრესიის სტადიაზე ჩერდებიან და ძალიან რთულია ხოლმე ასეთი მშობლების გამოღვიძება იმისთვის, რომ თავიანთი შვილების განვითარებისთვის რაღაც ზომები მიიღონ. სწორედ ასეთ მშობლებს ვეტყოდი, არ ვიცი რამდენად გამომივა სამოტივაციოდ ეს სიტყვები, მაგრამ ჩემი საყვარელი სიტყვებია, ცხოვრება მარათონია და არა მოკლე გარბენი. ხოლო ინკლუზია ყველას განურჩევლად სქესისა, რასისა, ფიზიკური თუ გონებრივი შესაძლებლობებისა, განურჩევლად ყველას აძლევს შესაძლებლობას თავიანთი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ფეხი აუწყონ აი ამ მარათონს. და არ გაჩერდნენ და მოკლედ არ გაჩერდნენ განვითარებისთვის. ძალიან კარგ ფრაზას და სამოტივაციოდ თუ მშობლები გვისმენენ, რომლებსაც ამ ეტაპზე რაღაცა გაურკვევლობა ჭირთ, ემოციური ამბები, ან რაც არ აღიარების მომენტები აქვთ. ერთგვარად მოტივაცია. აღიარება უკვე არის გამარჯვება, როცა შენ აღიარებ შენი შვილის საჭიროებას.
ეს უკვე საკუთარ თავთან გამარჯვება, იმიტომ რომ მეც მშობელი ვარ და ჩემთვისაც მტკივნეული იყო შეიძლება მსგავსი ინფორმაციის მოწოდება, მაგრამ აქ უკვე საქმე იცი რაშია? როგორ მიაწოდებს მასწავლებელი მშობელს ამ ინფორმაციას? აუცილებელია რომ ეს ინფორმაციაც სწორად სწორად აი მაქსიმალურად უმტკივნეულოდ უნდა იყოს მიწოდებული. თან საინტერესოა. აი აქ ჩვენთან როგორია ეს პრაქტიკა? ჩვენთან მშობლებმა რომ გაიგეს თქვათ მათ შვილების შესახებ ამ საჭიროების შესახებ. მე პირადად ყოველთვის ვცდილობ რომ აი იქ სადაც ვსაუბრობ საჭიროებებზე აუცილებლად ვისაუბრო ამ ბავშვების რაღაც ძლიერ მხარეზე. აი ეს ამას უნდა ჩავეჭიდო აუცილებლად, იმიტომ რომ მე იმ მშობლის თვალებიდანაც ვუყურებ სიტუაციას და არ შემიძლია რომ თავი მათ ადგილას არ წარმოვიდგინო. ამიტომ თუ კი აი ასე მივუდგებით, აი მასწავლებლები აი ინფორმაციის გაცვლის პროცესში და დავინახავთ აი მშობლის თვალიდან რაღაცა აი საკუთარ თავს წარმოვიდგენთ მათ ადგილას, ვფიქრობ მიზანზე ყოველთვის გავალთ და ეს მშობლებიც არ იქნებიან ისეთი ემოციურები იმ მომენტში. თან ახლა სწორად აღნიშნე, როცა ამას თქვათ ასეთი ბავშვების ძლიერ მხარეებზე თან ესაუბრები, ეს არის ერთგვარად იმედის ნაპერწკალი, რომელიც შეიძლება მათ არ აქვთ ყურადღება გამახვილებული და სპეციალისტი რომ ამას ეტყვი, რაღაცა იმედი მიეცემა. აი სპეციალისტის პროფესიონალიზმიც ვფიქრობ სწორედ მაგაშია, რომ ყოველთვის უნდა ეძებო რაღაც ჩასაფხაუჭებელი, რომ აი იმედი არ უნდა გაუცრუო მშობელს, რაღაც ასე მგონია, რომ აი რაღაც აი თუნდაც ელემენტარული, თუნდაც აი კალმის ხელში დაჭერა ხო შეძლო, ესეც მისთვის იმედის მომცემია და აქედან შეიძლება ააგო რაღაც. აი თუნდაც ფურცელზე კვალის დატოვება ასწავლო. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი უნარია ბავშვისთვის და მშობლისთვისაც იმედის ჩამსახველი. ახლა თამამად შეიძლება თქვა, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი რა, ნუ აქამდე არ მქონია შეხება. მარგალიტი ხარ ამ საქმიანობაში და მიხარია რომ ამ ხრივ გაუმართლა ჩვენი მუნიციპალიტეტის ძალიან დიდი მადლობა ბავშვებსაც, მშობლებსაც, რა ის სწორი მიდგომები გაქვს. პროფესიონალიზმი იგრძნობა შენგან თუნდაც იმ ტერმინოლოგიით საუბრით ან გამოცდილებით მიდგომებით. აი ჩემი მხრიდან უდიდესი მადლობა და მართლა მიხარია რომ ამ გადაცემას ასეთ საინტერესო თემაზე ვაკეთებ. ეხლა ჩვენ დასაწყისში ვისაუბრეთ იმ ფილმზე, რაც შენს ერთ-ერთ გამარჯვებად და ძალიან დიდ ამბად მიგაჩნია. ეს ფილმი რეალურად მე არ მაქვს ჯერ ნახე, თუმცა რომ ვისაუბროთ ამ ფილმზეც და საიდან წამოვიდა ეს იდეა, როგორ დაიწყეთ? დიახ, ფილმი ძალიან ისე უბრალოდ წამოვიდა. ფილმის იდეა ისე უბრალოდ წამოვიდა. მაგრამ იდეად დარჩებოდა რომ არ მყოლოდა იქ გვერდში ისეთი ძლიერი კოლეგები. როდესაც ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი თაობის პრეზენტაცია გქონდა, აი კარგად მახსოვს, მაშინ სამოქალაქო განათლების მასწავლებელი შემოვიდა და გააჟღერა ბიზნეს სკოლა ფორუმის შესახებ ინფორმაცია და აი ამ დროს უცებ რაღაცა დამარტყა თავში, რომ მეთქი რატომაც არა ფილმი სახელწოდებით ჰორიზონტს მიღმა და აი სახელწოდებასაც რაღაც თავისი სიმბოლური დათვირთვა აქვს. ანუ ეს არის შეგეძლოს ადამიანი დაინახო ჰორიზონტს მიღმა. ანუ ჰორიზონტი შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც ადამიანი, ხოლო მიღმა ეს არის უკვე მისი შინაგანი სამყარო. და იმისთვის რომ ადამიანის შინაგანი სამყარო დაინახო, ამისთვის რა არის აუცილებელი, რომ დაამყარო პირველ რიგში მასთან კომუნიკაცია, ხო? კომუნიკაციის გარეშე უფრო გარეგნულად ვაფასებთ ხოლმე ყველაფერს და კომუნიკაცია გვაძლევს საშუალებას, რომ უფრო მეტი გავიგოთ მის შესახებ, მის შესაძლებლობებზე, მის ნიჭზე. სწორედ აქედან წამოვიდა ეს იდეა, სწორედ იმ პრეზენტაციის დღეს. და აი როგორი იყო გადაღების პროცესი? ბავშვებთან ურთიერთობა? დიახ, აი ვინც იყო ჩართული პროცესში, მოკლედ? კი, მოკლედ ეს პროექტი ჩვენ დავიწყეთ ბავშვებთან ერთად. ისევ იმ პროექტის სახელწოდებით გავაგრძელეთ ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი თაობა, ამჯერად ფილმის გადასაღებ მოედანზე, ასე ვთქვათ. პროექტში ჩართული იყვნენ მოსწავლეებიც, საბაზო საშუალო საფეხურის მოსწავლეებიც, ყველა სცენარი აბსოლუტურად, აი თუნდაც ის კითხვარი, აი რომელსაც პასუხსცემდნენ ბენეფიციერები, ეს სამუშაო პროცესი იყო აბსოლუტურად გუნდური და აბსოლუტურად ესე შეთანხმებული რა. ანუ არ ყოფილა ესეთი მომენტი, რომ აი რაღაცა შეთანხმებაზე არ მოდი. ანუ ყველას ერთი აზრი ჰქონდა, ასე ვთქვათ, მოგწონდა ერთმანეთის აზრი და გამოვიდა ის, რაც გამოვიდა. და მიხარია, რომ ამ გადაცემის შემდეგ ამ ფილმსაც
თან მივაყოლებთ, თან მეცნახავ საზოგადოებასაც გავაცნობთ. აი საზოგადოებას რა რეაქციები გქონდა ამ ფილმის ნახვის შემდეგ თუ ჩვენ გავაკეთეთ კი როგორ არა გავიტანეთ ფართო მასშტაბით ეს მოხდა თუ სწორად მახსოვს აი 13 ივნისი იყო თუ 14 ივნისი ხო 14 ივნისი შეშმოკირების დღე გავიტანეთ ქედის კულტურის ცენტრში გავაკეთეთ პრემიერა და გვესწრებოდა ქედის რაიონის სკოლები, სხვადასხვა სკოლა. ამავდროულად გვესწრებოდნენ ჩვენი დამფინანსებლები, კომპანია ჰილტონი, კომპანია რასე, რომლებმაც უზრუნველყეს ფინანსური მხარდაჭერა ამ ფილმის გადაღებისთვის. საზოგადოების ემოციას რაც შეეხება, დადებითი კომენტარები წამოვიდა. დადებითი ემოციები ჰქონდა და რა ვიცი. საერთო ჯამში ძალიან კარგი გამოვიდა. შეიძლება ვერც იფიქრებდნენ რომ ამ თემაზე შეიძლება ნამდვილად საინტერესო ფილმი. დიახ, ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ჩვენს ფილმში ასახული ინფორმაცია იყო აბსოლუტურად ინკლუზიური. ანუ ყველასათვის გასაგები იყო, იმიტომ რომ სურთო თარჯიმანის სინქრონული თარგმანი გქონდა და ამავდროულად ტიტრები ინგლისურ ენაზე. ამიტომ ვამბობთ, რომ ის ინფორმაცია, რომელიც იყო ფილმში ასახული, იყო ინკლუზიური. ანუ განურჩევლად ყველასთვის. ეხლა შენ გაკვირდები და ისედაც აქამდეც ვიცნობდით ერთმანეთს, იდეები გაქვს უამრავი, რაღაცა გეგმები გაქვს და ამ გეგმების განსახორციელებლად მხარდაჭერა გჭირდება მესმის სკოლიდან, შეიძლება ვიღაც დამფინანსებლებიდან, კერძო სექტორიდან. და რომ გაგრძელდეს ასეთი პროექტები სკოლებში. სიამოვნებით გავაგრძელებდი მსგავს პროექტებს, უფრო უკეთესი იდეებიც მაქვს, მაგრამ ახლა სპოილერს არ გავაკეთებ. არ გავამხილოთ კი ბატონო. ნახოთ, რა და როგორ გამოვა, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი გამოვა ისე როგორც მაქვს ჩაფიქრებული. ღმერთმა გისმინოს, მიხარია რომ ასეთი კარგი საუბარი გქონდა. შინაურული, ჩემი გადაცემები არის სულ ასე შინაურული, არც ჭრი რაღაცა რომ ამოვჭრათ ასე ისე. არა, პირდაპირ მიდის ისეთი როგორც ვთქვათ ურთიერთობაც გვაქვს. მინდა რომ წარმატებები გისურვო. აი ამ მცირე ხანში რაც ვისაუბრეთ, იმდენი ფრაზა, ტერმინი გახდა ჩემთვის ცნობილი. ხელჩასაჭიდიც დამაფიქრებელიც რომ ვფიქრობ ჩემ შვილთა მიდგომაშიც რაღაცა დაფიქრებები მჭირდება. შენთან კონსულტაციების გავლაც მჭირდება, ამიტომ ამ ჩვენს ურთიერთობას მეგობრობას და მიდგომებს გამოვიყენებ. ძალიან დიდი მადლობა ყველასასიკეთოთაც და ზოგადად საზოგადოების სასიკეთოთაც. კიდევ ერთხელ წარმატებები. ვფიქრობ რომ აი სწორ ადგილას ხარ, სწორი ადამიანი. ძალიან დიდი მადლობა, ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, მსგავსი კომპლიმენტი. და კიდე რაღაც ხო, შეფასება, კათინაური რაც გადაჭარბებული არ არის. და კიდე რაც მინდოდა დამემატებინა, შენ საუბარში ხშირი იყო ჩვენ ამბავი, აი ჩვენ ამბობ და გონილია ჭავჭავაძე ამბობს რომ რა კარგია ის გარემო, აი ზუსტ ციტირებას ვერ გავაკეთებ. სადაც ადამიანები ამბობენ ჩვენ და არა მე. და ეს მიდგომა მიყვარს ყველაზე მეტად. მე არ მიყვარს, ანუ მარტო არასდროს არ მუშაობ, მოკლედ. აი იქ სადაც ვარ, ძალიან მიყვარს კოლეგიალურობა და ყოველთვის მზად ვარ ჩემს კოლეგებს გვერდში დავუდგე და ანალოგიურს ვხსნობ თითოეული მათგანისგან. აი ამიტომაც ჩვენ. აი ზუსტად ამიტომ ჩვენ, რომ აი ცალკე ვერ წარმომიდგენია საკუთარი თავი. თუნდაც ამ სფეროში თუნდაც სხვა. ამ სფეროსაც რომ აკვირდები, ჩვენით არის ეს გაკეთებული. ჩვენ ბჭყალებში ჩვენ. ყველა სივრცეს ეთყობა და თუნებას მოგცემთ, მე რაღაც კადრებს ავიღებ, რომ ეს ყველაფერი ვაჩვენო, როგორი ოქროს ხელება ბავშვები გვყავს ამ ცენტრში. კი ბატონო. აბა დაგემშვიდობები, მადლობა და მემშვიდობები და ინტერესებსაც. და იმედი მაქვს, რომ ეს გადაცემა ერთ-ერთი საინტერესო იყო ჩვენი მსმენელებისთვის. იმედი მაქვს. და კარგად.